კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყოთ კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია. გათვალისწინებულია 5 საკითხი. მესამე მოსმენებით განვიხილავთ, თხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნულ კანონპროექტებში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არის ასახული, ამის დასუსტებები დარიგებულ ტექსტში არის, თუ არის კითხვები არ გახლავთ. მადლობა. შემდეგი საკითხია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. თავდაცვის ცვლილებასთან ერთად მესამე მოსმენით ბატონო თორნიკე. კოლეგებო, წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას თამდევ ცვლილებასთან ერთად, რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონს. მოგახსენებთ, რომ მეორე მოსმენის შემდგომ არ განუცდია ცვლილება წარმოქმნილ საკანონმდებლო ინიციატივას, ანუ არის იგივე რედაქცია წარმოქმნილი, რასაც მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. აქედან გამომდინარე, თუ კი არის დამატებით რაიმე ტიპის სარედაქციო შენიშვნები, მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მზად ვარ მესამე მოსმენით დადგენილი წესის მიხედვით განვიხილოთ. მადლობა. მესამე მოსმენის პარაგრაფში ხო არ არის შენიშვნები, რედაქციული ხასიათის, ასეთი არ გახლავთ. მადლობა, საკითხი განხილულია. მადლობთ. შემდეგი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე სხვა კანონპროექტებთან ერთად. გისმენთ ბატონო გიორგი. მოგესალმებით. გაცნობებთ, რომ მეორე მოსმენის შემდეგ ჩვენ ვაწარმოებთ მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილებებს, რომლებიც არ არის შინაარსობრივი ხასიათის, არსებითი ხასიათის და შესაბამისად ამ მიმართულებით სიახლე მეორე მოსმენის შემდეგ არ გვაქვს და არ გვექნება. თუ კითხვები გაქვთ ამ საკითხებთან მიმართებით, მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა. კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები რედაქციული ხასიათის ხომ არ არის? რომელიმე კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთი არ არის. შემდეგი საკითხი თქვენი გამოსატანია მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პაკეტში შემოვალ სხვა კანონპროექტებთან ერთად. დიდი მადლობა. აქაც გაცნობებთ, რომ მეორე მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხორციელებულა, დარჩა უცვლელად და თუ კითხვები გაქვთ, სხვა მხრივ მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა. შენიშვნები, მოსაზრებები რედაქციული ხასიათის ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მადლობა. საკითხი განხილულია. და ბოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თავდაცვის პროექტთან ერთად მესამე მოსმენით ხოთ ბატონო ალექსანდრე. წარმოგიდგენთ საბაჟო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომსახურების სააგენტოს გაწეული საფასურების შესახებ კანონში ცვლილებებს, აქაც განხორციელდა რედაქციული ცვლილებები, დარიგებულია უკვე ტექსტში, ამ მოქმედების ვადა არის 2026 წლის 1 იანვარი, სხვა მეტი ესეთი არსებითი ხასიათის და შინაარსობრივი ცვლილებები არ განხორციელებულა. მადლობა. შენიშვნები, მოსაზრებები რედაქციული ხასიათის ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მადლობა. საკითხი განხილულია. გადავიდეთ კენჭისყრის რეჟიმზე. კენჭი ეკრება დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თავდაცვის ცვლილებასთან ერთად, ვინ არის მომხრე? დამწერთა მიერ ერთხმად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თავდაცვის ცვლილებასთან ერთად, ვინ არის მომხრე? დამწერთა მიერ ერთხმად. შემდეგი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ თავდაცვის ცვლილებებთან ერთად, ვინ არის მომხრე? დამწერთა მიერ ერთხმად. მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავდაცვის ცვლილებებთან ერთად, ვინ არის მომხრე? ერთხმად, მადლობა. და ბოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თავდაცვის საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად, ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა. საკითხებს ამოიწურა, კომიტეტის ხდომა დასრულებულია.